გამარჯობა ჩემო მეგობრებო. დღეს განახებთ მოპეს. ესთვის ვაწყობთ, რანაირად ვაწყობთ და რა იქნება რა. ახლა მივაყენოთ უკან. ნახოთ. ვექსობს. გლედესი ამოიყურება. მოგასმენდებთ ხმას. მოკლედ მეგობრებო, ამანქანას ვაწყობთ, როგორ გეტყვით. ქალაქისთვის სასწრაფოდ ნამდვილად არ გამოდგება. ძველი მანქანაა. ვაწყობთ სოფლისთვის რაღაცა. იაპონურ სტილში გერმანულ მანქანას. შიდოკი მოხსნილი, შიდოკი გვაქვს, ორი ცალი გვაქვს. ერთი იმ მანქანაზე, ერთი ამის. ეს შიდოკი. ამას ჩვეულებრივი შავი. ეს ლუქიანია, როგორც ნახეთ. სალონი ესეც ცოტა გასაწერენია, მაგრამ არა უშავს. უკანაც ეს. უკან დინამიკები გვაქვს ჩაყენებული პლუს. ჭერი ჩვეულებრივი. ესეთი რა. დოდით ამოპეზეს პირველი ვიდეო იყოს და ნელ-ნელა დავდებთ რა ვიდეოებს. მეორე ვიდეო აუცილებლად გარეცხვის იქნება. იმიტომ რომ ძალიან ჭუჭყიანია. საბურავები გვაქვს წინ საფურის კარგ მდგომარეობაში. უკან გვიყენია სამთრები, სუახლებია. როგორც ჩანს. ცოტა სიდამპლეები აქვს ახლა. ამდენი წლის მანქანაა. უკიდან მოსახოდია. უკიდან ვაპირებ რომ გრუჩტილი გამოვყანო. გარეთ. მოდი ჩავიხედოთ ძრავში. და განახეთ დეტალურად რა არის ამ მანქანაზე. შეცვლილი რა არის გაკეთებული. მოკლედ მეგობრებო, ამ მანქანაში დგას 1.6 8 ძრავი, 8 სარქველიანი. ჩაიდგა ახალი ძრავი, ჩამოტანილი. სადღაც 50,000 გარბენი. არც ეჭამს არაფერი ვაფშე. ახალი აკუმულატორი გვიყენია. კოროპკა გვიყენია ეკოტეკის. ცეპლენიაც, მახავიკიც და ვაფშე სპორში. ყველაფერიც ეკოტეკის აყენია და მე გირჩევთ თუ პრასტო იმატორი დაქვთ ეკოტეკის და აყენოთ, იმიტომ უფრო გამძლეც არის და უფრო ხისტით გადართვები აქვს რა. გაზი იდგა ამ მანქანაში, მაგრამ ჩვენ გავთიშეთ. არც ბალონი დევს შიგნით არაფერი. ესაც ჩახსნილია. არის მარტო ბენზინზე. და ხო. ეს იყო რა. ეს როგორც ყველა ოპეს გადაკეთებული აქვს მექანიკურად არის კნოპკაზე. მოკლედ ჩვენი ოპელის მიმოხილვა დასასრულს მივახლოვდა. ეს იყო პირველი ეპიზოდი. მეორეს გვირდებით რომ ცოტა უკეთესი იქნება. ცოტა გავატარებთ მანქანას. განახეთ რა შეუძლია. ეხლა ბენზინსის პრობლემა აქვს. ვეაწვის საკმარის ბენზინს და ამიტომ არ გავყავს. აგეთ და გეშვიდობებით აბა. კარგად. Because they all have